და დღის სხვა მთავარი თემები მე-11 საუკუნის ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს. ოჩამჩირეში ილორის წმინდა გიორგის ტაძარში ოკუპანტებმა ჯერ ქართული ფრესკები გადაღებეს თეთრად და ეკლესიაში კონდიციონერები დაამონტაჟეს, ბოლოს კი არქიტექტურად შეუცვალეს. აფხაზისა და სამეგრელოს მთავრების მთავარ სალოცავთან და სასწაულმოქმედ ტაძართან ახლა რუსული მძიმე ტექნიკა დგას. ილორის წმინდა გიორგის ეკლესიას ოკუპანტებმა რუსული ტაძრებისთვის დამახასიათებელი გუმბათი დაადგეს. აფხაზეთში უძველეს ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე ქართული კვალის წაშლას უკვე მათი გადაკეთებით ცდილობენ. კადრებში, რომელიც დღეს კურიერმა მოიპოვა, ისიც კარგად ჩანს, რომ ილორის წმინდა გიორგის ტაძართან რუსი ოკუპანტები დგანან. აქვეა მობილიზებული სამხედრო ტექნიკაც. ანტიქართული ქმედება, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ეს მოსალოდნელია რუსეთისგან. ილორის ტაძარი ბრწყინვალე შემოქმედების ნაყოფი ასეთ ბარბაროსულ ქმედებას გაკიცხვა და დაგმობას იმსახურებს ეთნოსმოვნად არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები ამას ჩაერევენ, მე ამას დარწმუნებული ვარ. ოკუპანტებმა ეკლესიაზე ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მთლიანად და შიდა კი ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს. აღმოსავლეთის მხარე, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად შელესილია. ეკლესიაზე დამონტაჟებულია კონდიციონერები. საფრთხე უნიკალურ ფრესკებსაც ემუქრება. ძალიან ვწუხარ, რომ ილორს ამდენად შეეცვალა სახე, იმიტომ რომ ილორი ეს ტაძარი, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ჯერ კიდევ იმ დროს იყო და არსებობდა და ლოცულობდა ქართული ხალხი, როცა რუსეთს საერთოდ არ ჰქონდა სარწმუნოება შეძენილი. ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ოჩამჩირეში მე-11 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია. ტაძარში საუკუნეების განმავლობაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინებოდა. სწორედ ილორი იყო აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრების სალოცავი ადგილი. არქიტექტურული ძეგლი მტრების შემოსევებისას სხვადასხვა დროს რამდენჯერმე განადგურდა. ილორში ქართული მღვდელმსახურების შეწყვეტა კომუნისტებმაც ვერ მოახერხეს. წირვა-ლოცვა იქ 90-იანი წლებიდან აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ შეწყდა. რუსეთის იმპერიის ხელისუფლება, როგორც საერო ისე საეკლესიო ცდილობდა მაქსიმალურად წაშლილიყო ქართული კვალი ნებისმიერი ქრისტიანული ძეგლიდან. ამიტომ გადაღებეს ქრისტიანული ტაძრები, ფრესკები წაშალეს და ეს არის ძველი მეთოდი. ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის ხელყოფისთვის ოფიციალური თბილისი სოფლიო სიძველეთა დაცვის ორგანიზაციებს სპეციალურ მიმართვას გაუგზავნის. ქართული მხარე იუნესკოს-გან ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანების გამო ოკუპანტების ქმედებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. ეს არის დარღვევა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის და შესაბამისად აუცილებელი არის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებშიც პირველ რიგში იუნესკოზეა საუბარი, რომელსაც პირდაპირი შეხება აქვს ამ საკითხთან, მოახდინონ კისიერი რეაგირება. ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის გარდა ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ხუროთმოძღვრული ყველა ძეგლი დაუცველია. სულ რეგიონში 1100 ქართული არქიტექტურული ძეგლია.